სტუდიაში საუბარს ვიწყებთ ფედერალისტების ლიდერთან გიგა ბოკერიასთან და მადლობა მოსვლისთვის. მადლობა თქვენ. პირველ რიგში გვაინტერესებს როგორი რეაქცია უნდა ქონოდა და აქვთ საქართველოში მათ შორის რეჟიმის წარმომადგენლებს ან მათ მხარდამჭერებს იმაზე, რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში. იმიტომ რომ საერთო განწყობა და განცდა, ვინც ზოგადად დასავლურ ცივილიზაციას და თავისუფლებას გულშემატკივრობს, არ არის წინააღმდეგობრივი. ყველა შეშფოთებულია, ყველა დაძაბული არის ამ ყველაფრის გამო და ელის როგორ იქნება შესაძლებელი შემოbrunდება სიტუაციის, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო რეაქციებს საქართველოს. და ნიშანდობლივი ამბავი და ამაზე სახელმწიფოების კიდევ ერთხელ მადლობა. ხო, თქვენად ბრძანეთ, ხო, მეც ორიგინალური ვერ ვიქნები, მე მგონია, რომ პირველი რაც ყველას მოსდის თავში, ყველას ვისთვისაც დასავლური ცივილიზაცია კი არის პირველ რიგში საქართველოს მნიშვნელოვანი და მისი ადგილი დასავლურ ცივილიზაციაში და მთლიანი თავისუფალი სამყარო არის, რომ ცუდი რამე მოხდა ძალიან. ხო, ანუ ის რაც მოხდა, აწყობს მარტო ან რაღაც იდეური იზოლაციონიზმს ამერიკაში, ვისაც ეს ხედვა აქვს ჩვენთვის სახიფათო რომ ამერიკა ჩაეხსნა საერთოდ ყველაფერს და არ ქნას, მაგრამ პირველ რიგში რუსეთს და მის მოკავშირეებს და ეს რუკაზე შეგვიძლია ვნახოთ გამოხმაურებებში, ხო? მათ შორის მე მგონი ეს ყველა საინტერესო იყო ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხომენეის უკრაინული αλფავიტით გამოქვეყნებული უპირისპირდე შეგვიძლია ჩვენ საუბრობდით, რომ იქ მიგეწერათ რომელიმე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის გვარი ერთ-ერთი ტექსტი არის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ეს ყოველთვის უნდა ვისარგებლოთ რა, სიმართლეა სარგებლობა არასწორი ტერმინია და უთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ნაწილსაც ეს გზავნილი დამაჯერებათ ეჩვენება, რომ აი ცუდი ვითარებაა, ხო ხედავთ, აი ესეთია და ხომ არ იყო გონივრული, რომ ჩვენ არ ვაქტიურობდით, რაც ივანიშვილის ყველაზე ეფექტური სისრულეზე დამყარებული ეფექტური ამბავი იყო, რა. ეხლა მოსრიალდნენ, ანუ ჩვენ რაც ვნახეთ, აი შალვა რამიშვილი არის ამის სიმბოლო, ხო, სახია ამ რეჟიმის პროპაგანდისა, გავლენით კი არა, სახია, სიხარული. პირდაპირ სიხარული. ცას ეწიან სიხარული, ვერ იკავებდნენ თავს და ეს მოსმენს ყველა მოქალაქეს ეს არის ნიშანდობლივი. ანუ არ მოტყუდეთ. იმაზე კი არა ლაპარაკობ, რომ გონივრული პოლიტიკა, ნახე როგორ ცუდად არის საქმე, თორემ როგორც თქვენ ვთქვით, ყველა ნორმალური საქართველოს პატრიოტს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ნორმალური ადამიანის უკრაინის მიმართ სიმპათიის გამო და თანადგომის გამო ამ მიმდევრობით ხო აქვს რომ ცუდი რამე მოხდა. ოღონდ მე შეიძლება გითხრა რომ ხო და ეს ცუდი რამე რო არის, აი ივანიშვილმა ხო არ გათვალა სწორად. ოღონდ არ მოტყუდეთ ხო, გათვალა კი არა, სიხარული აქვს. ამიტომ რამიშვილის სიტყვებს ამიტომ ვიხსენებ, რომ უკრაინის მარცხი არის ჩვენი წარმატებაა. ანუ რომ მივხვდეთ როგორ მავნებლურ აბსურდთან გვაქვს საქმე. როგორც არ უნდა აფასებდეს ადამიანი პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც მე მიმაჩნია რომ არის უკრაინის ხალხის პრეზიდენტი და ისტორიული სიმტკიცე გამოიჩინა ყველაზე რთულ მომენტში და ეს არის ხო ჩემთვის მთავარი ფაქტორი. სხვა რაღაცებზე რასაც არ უნდა ვფიქრობდე. მაგრამ აი რომც რაღაც კრიტიკული იყოს რაღაც თვალსაზრისით, არა აქვს მნიშვნელობა. უკრაინის მარცხის საქართველოს წარმატება როგორ არის? თვითონ რუსული საფრთხით აშინებენ ხალხს, რომელიც რეალურია, დამაჯერებელია, ეს საფრთხე არის მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნის გარედან მომავალი. და თუ შენი საფრთხე ვინც არის და ვინც მტერია, ის სადმე აღწევს წარმატებას. ეს კარგი როგორ არის ჩვენ. რომ უკრაინის მარცხი ავტომატურად ხო და მაგას ჯერ არ შევდივარ იმ დისკუსიაში იმაზე რომ აი ვინ არის მართალი უკრაინა როგორ უნდა მოქცეულიყო, რაც მე მყარი აზრი მაქვს და ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას რა აქ ვიცით ხო? მის ყველაზე ეფექტურ ნაწილს. მაგრამ ეს სიხარული რით შეიძლება აიხსნას თუ არა აშკარა, ამაზრზენი მორალური თვისებებით ადამიანის და მოღალატეობრივი ინსტინქტით რომ დემორალიზაცია სურთ საზოგადოების. თვითონ უხარიათ ყველაფერი ის რაც დემორალიზაციას გამოიწვევს ჩვენსაც, იმიტომ რომ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა ეგ მიაჩნიათ. თუ არ დემორალიზებული და შეგუებული, რომ სახელმწიფოებრიობა საბოლოო ჯამში აღარ გვექნება და რუსეთის დომინაცია იქნება ამ რეგიონში. და ამისთვის გვეუბნებია რომ თუ მტრის წარმატება არის კარგი ჩვენთვის. შუა საუკუნეობრივი ლოგიკითაც კი თვითონ ერეკლე მეორე რო გამოიყვანეს დროშად სრულიად ცდარი კონტექსტით ხო ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება შეწირა იმას რომ თავარი მტერი ვინც იმ წამს იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის იმის დაბალანსებას ცდილობდა დასავლეთში, მერე რუსეთში რა გამოუვიდა და როგორ მაგაზე არ ვლაპარაკობ. აი იქ როგორ შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოებრიობად მოაზროვნე ხელისუფალს ან პროპაგანდის წარმომადგენელს უხაროდეს რომ ბალანსი შენ მტერსა და სხვა ძალებს შორის, აი თუ რომც მოკავშირედ არ მიგაშთეთ შესუსტა და შენი მტერი გაძლიერდა.
ანუ რუსეთი. ეს არის აუხსნელი, ამიტომ ეს არის მთავარი და ამ ჩვენს შიდა დისკუსიაში იმაზე ზელენსკის შეხვედრაზე რა მოხდა, ტრამპის როგორ ვაფასებთ ზელენსკის ტაქტიკას, ამაზე უფრო მთავარი ეს საკითხია და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოქალაქეებთან მიტანა მგზავრნის და აი ეს ვიდეო მე რო ვნახე, მე მგონია რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. გაბრწყინებული სახით ამ რეჟიმის სახე ეს კაცი პოსტივიზე პირდაპირ შეიძლება მე უსაყვედურეს წამოწდა რომ უკრაინის მარცხენა ჩვენი წარმატებაა. ნუ პრინციპში მოხდა არტიკულირება იმ განწყობის, რომელიც დიდი ხანია უკვე წლების განმავლობაში ისედაც დეკლარირებული პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ გეთახმებით, ოღონდ იცი რა ამას ფარავდნენ ხოლმე უფრო ეფექტურად იმ ნაწილით, რომ კი არ გვიხარია, უბრალოდ აი ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობას ვხედავდით და თქვენ აი ამ მიატოვა ამერიკამ და ამიტომ, მაგრამ სიხარული აუხსნელია, ხო? ამ ცდარ ტყუილზე დამყარებულ ლოგიკაშიც არ ჯდება. მაგრამ სიხარული არის გიგა, მოდი გადავიდეთ იმაზე, რატო ეს მცდარი, იმიტომ რომ სიხარული. ჯერ აღნიშნოთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ძალიან დაძაბული საუბარი შედგა, ისეთი, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ, პოლიტიკურ მსგავსი ტიპის ფორმატებს გაცდა და მოლოდინი იმისა, რომ პირიქით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უკვე გადახედილი როლის გათვალისწინებით შეერთებული შტატების და გადასახედი იყო წინასწარ დეკლარირებული მიუნხენშიც ითქვა თავად ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ამაზე იყო ღიად საუბარი. არა იმაზე, რომ საერთოდ წავედით აბა თქვენ მიხედეთ საკუთარ თავს, არამედ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე, ევროპის როლზე და ასე შემდეგ, მაგრამ ის როგორც დამთავრდა, მაინც ძალიან მძიმე სანახავი იყო. რა მოხდა? შეეძლო თუ არა ზელენსკის ამისავე ნაწილება და რა განვითარება შეიძლება მოყვეს დღეს უკვე აი ლონდონიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე. კი, მე მაინც სარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საბჭოთა პროპაგანდის ამ სახეს წამოწდა ის კი არა რომ ზელენსკის წარუმატებლობაა კარგი, იმიტომ რომ მან შეიძლება ჩავშ. არა, უკრაინის მარცხიო. აუხსნელი, დაუცველი პოზიცია ნორმალური ადამიანისთვის და საქართველოს ნებისმიერ პატრიოტისთვის. რაც შეეხება თქვენ კითხვას. პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესი რა არის? ჩვენი ეროვნული ინტერესი არის, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა იყოს დაცული. გარდა იმისა, რომ მორალურად ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეს, ჩვენი ინტერესია, სწორედ იმის გამო, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩვენი მტრის წარმატება და უკრაინის სახელმწიფოების ჩამოქცევა ჩვენ გვირთყავს პირდაპირ, ანუ ძალიან გვირთულებს ისედაც სახიფათო მდგომარეობას. ამერიკის ჩართულობა ნებისმიერი ფორმით, ეკონომიკური ინტერესით, ნუ სამხედრო იდეალური იქნებოდა, მაგრამ არ განიხილება ეხა პირდაპირ სამხედროების განლაგება, მაგრამ ის მინერალების შეთანხმება, რომელსაც ხელი უნდა მოწეროდა და სამწუხაროდ არ მოეწერა ჯერჯერობით და ეგ არის ყველაზე ცუდი შედეგი გარდა ვიზუალის და გარდა აი ამ ძალიან მძიმე სანახავი ამბისა, რომელიც რუსული პროპაგანდისტვის საჩუქარი იყო, ეგ არის ცუდი შედეგი. ჩვენ გვჭირდება, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდეს მეტი ინტერესი ჩვენ რეგიონში და უკრაინაში. და არა აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ აფასებს ტრამპს ამ შემთხვევაში, რომელიც არის ამერიკის პრეზიდენტი არჩეული ახლა. ხო, ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში, რომელი ნაბიჯის მიმართაც არ უნდა ყოფილიყო კრიტიკული, ჩვენ საქართველოს და უკრაინას და თავისუფალ სამყაროს ჭირდება, აწყობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეს მეტი ინტერესი ამ რეგიონში. და ვინც ადევნებს თვალყურს ზოგადად ნებისმიერ წარმომადგენლობრივ დემოკრატიაში როგორ მუშაობს ეს ამბავი, ხო და ტრამპის შემთხვევაში განსაკუთრებით, რომ მისთვის დემონსტრირება მისი საარჩევნო ბაზისთვის, რომ მან მიაღწია წარმატებას და უკრაინაში ამერიკის ინტერესია, ჩვენთვის იყო ხელსაყრელი, იმიტომ რომ ყველა იმ ხმას კონსერვატიულ კოალიციაში, რომელიც არსებობს ტრამპის გარშემო, ვინც არის მეტი ჩართვის მომხრე, აძლიერებდა. და იმ ფთას, რომელიც არის იზოლაციონისტი და ეს რამ საიდუმლო არ არის, ანუ ვიცით ხო, რომ ასეთი დისკუსია მიდის, მათთვის ნაკლები არგუმენტი ექნებოდა მათ. ამიტომ ეგ არის პირდაპირ ცუდი შედეგი და ყველა ვინც ახლა საუბრობს იმპერიალიზმზე და როგორ არ უნდა დაეთმო, იქნება არც უნდა დაეთმო ზელენსკის, ეს არასერიოზული არის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რამ ხელაა წიაღისეული უკრაინაში ამაზე ახლა ექსპერტები ძახიან, რომ არ არის მაგდენიო, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიც არ უნდა იყოს გამოკვლეული არ არის. თუ ძალიან ბევრია და ან პირიქით თუ ბუქავს ტრამპი იმას, რომ ბევრია ეს ყველაფერი, მით უკეთესი უკრაინის ინტერესისთვის და ჩვენთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვინც ახლა პრეზიდენტია, აქვს ინტერესი საკუთარ ამომრჩეველთან, საკუთარ პოლიტიკურ კლასთან თქმის, რომ აქ ჩვენი დიდი ინტერესია. და ამაზე არის მიმული მთავარი საკითხი ჩვენთვის, უკრაინის სახელმწიფოებრივისთვის და საბოლოო ჩვენთვის. ის ჩარჩო ხედვა როგორც უნდა შეჩერდეს, დამთავრდეს ამ ეტაპზე ომი, ანუ ევროპული ძალების გამლაგება უკრაინაში. ევროპული ძალების გამლაგება ამერიკის მხარდაჭერით. ამისთვის იყო ჩასული პრეზიდენტი მაკრონი იქ და პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოსი რამოდენიმე დღის წინ. რომ იქ თუ განლაგდება
ჯერ იქიდან დავიწყოთ. როცა და თუ მოხდება იძულება პუტინის რომ ამაზე დათანხმდეს, რომ რუსეთი ამაზე თანახმა არ არის და თანახმა არ არის სწორედ იმიტომ რომ უკრაინის სახელმწიფოების გადარჩენა არის მათი მარცხი, მიუხედავად ტერიტორიების აღებისა, ყველამ ვიცით რომ მათი ამოცანა თავიდანვე იყო რომ უკრაინის სახელმწიფო უნდა განადგურდეს. თორე აბა ხო 2014-ში რა ტერიტორიების აიღეს, იმის შემდეგ ეს არ არის ის რისთვისაც ამ ხელა ფასის გადახდა პუტინისთვის ხელსაყრელი იყო. და არც მალავანი ეხლაც იძახიან მაგას რომ ლავროვის ბოლო განცხადება რომ ნახოთ. ამიტომ ეგ არის საკონტო საკითხი, ეს არ არის იდეალური გადაწყვეტა უკრაინისთვის და საქართველოსთვის, თავისუფალი სამყაროსთვის, მაგრამ ეს არის პუტინის ცალსახა მარცხი. ყველაფერი რაც ამ მოდელს ხელს შეუწყობს რომ ან რუსეთის იძულება მოხდეს რომ შეეგუოს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, ან რუსეთს მოუწიოს ტრამპის ადმინისტრაციასთან და მასთან ერთად მთელ დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირების გაღრმავება არის ჩვენ ინტერესში და ეს ნედლეული შეთანხმება და უკრაინის და შეერთებული შტატების კარგი ურთიერთობა არის წინაპირობა ამისთვის. და ამიტომ არის ძალიან ცუდი ამ ეტაპზე რაც მოხდა რომ ეს არ შედგა. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ხო, ამაზე ძალიან ისტერიული რეაქცია იყო ჩვენ შიგნით დისკუსიაში, რომ ვინც რაღაც თქვა, რომ მისი აზრით ზელენსკის ესე კი არა, ესე უნდა წაიყო არა მოლაპარაკებები, აქ ისტერიკა დაიწყო, რომ ტრამპის მხარეზე ვინც არის, ანუ ეს უზნეო არის, ზელენსკის მხარდაჭერა ეს პოლიტიკოსებისგან სრულად გამომართლებელია, კარგი გაგებით რიგითი ადამიანებისგან აბსოლუტურად მესმის ემოცია, მაგრამ აბსოლუტურად ნორმალურია გარჩევა იმისი, რა სტრატეგია ან ტაქტიკა ჯობდა იმის გათვალისწინებით როგორი მიდგომაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას ამ პროცესის მიმართ ზელენსკისგან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ეს არ არის ვინმეს მხარეზე ყოფნა და მით უმეტეს უკრაინის წინააღმდეგ ყოფნა და ხო მეც მგონია რომ ყველა სცენარში რა სცენარით არ უნდა გამართულიყო მოვლენები და მე ნახე მე მთელი ფირი ამ შეთანხმების არა ის ნაწილები უკვე როცა და კონფრონტაცია ძალიან სამწუხარო დაწყებულია. ხო მეც მგონია რომ პრეზიდენტ ზელენსკის ვერავინ ვერ გამტყუნებდა დედამიწის ზურგზე რომ არ რეაგირა ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ ბაიდენის კრიტიკაზე და ტრამპის დიპლომატიური ამოცანების ქებაზე. ხო? ანუ არაფერში არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ინტერესებს, რომ იქ ახლა იმათმა ეს ნაწილია, ხო? შიდა დემოკრატიის რო სარგებლობს მასკინძელი ამითი და თავის ამორჩეველს გზავნის და ახლა ვიღაცას არ მოწონს კი არა, ვიცით რომ ტრამპის მანერები არა ტრადიციული არის. იყო ძალიან ესეთ კონკრეტული ფონი, დიქტატორის ზახელი, ცოტა ესეთი ჩვენ რაზეც აზრებს ვისაუბრია. დიქტატორის ზახლის მერე იყო ის, რომ არც მახსოვს ეგრეთ რამე როგორ თქვიო ხო ტრამპს თანავე ეტყობოდა რომ აშკარად დაძაბული სიტუაცია იყო. ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ აბსოლუტურად მესმის. ამოცანა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შეერთებული შტატების ინტერესის და კერძოდ ტრამპის ინტერესის გაზრდის არის თავარი ამოცანა. ფარავს ყველაფერს. კი ზუსტად აი ამ ამოცანაზე რო კონცენტრირდეთ, გვესმის რომ ჯერ ძალიან ცხელია ეს ამბავი და ემოციებიც, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში რეაქციები უკვე არის. CNN-ი მთლად ვერ გამოდგება განწყობების აბსოლუტური დემონსტრირებისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგით გამოჩნდა, რომ გამოკითხულთა ლამის 50% მომხდარში ადანაშაულებს ტრამპს, 42% ადანაშაულებს ვიცე-პრეზიდენტს, სულ 4% თulis დამნაშავედ ამ სიტუაციის გართულებაში ზელენსკის. გავიგეთ რომ ეს CNN-ია, მაგრამ ჩვენ ნახეთ სამთო კურორტზე იგივე ვიცე-პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება. ნახეთ იგივე რესპუბლიკელების მხარდამჭერების შეხვედრების მაგით უნდა ვიკვებოთ, ხო ეს რაღაცა სასოწარკვეთის ფორმა იქნება ჩვენგან. ჩვენ კითხვას კი არ გულისხმობთ, ჩვენ საზოგადოებას. მესმის, მაგრამ აი რა კითხვა მაქვს, იცით რომ ყველა გამოკითხვა ასევე აჩვენებდა და აჩვენებს, რომ ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინას. ერთი არაფასის გადახდისთვის არის მზად ამისთვის, ხო? აქ უკვე ტრამპი და მის საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, იგივე ბაიდენისა და დემოკრატების მიტინგობებისაგან განსხვავებებს აჩვენებდა, რა. მაგრამ დღეს გვაქვს ეს მოცემულობა, რომ ამ ცხელ გულზე განცხადებები კვლავ კეთდება, მათ შორის ტრამპის ეროვნული უშუალობის საკითხების თანაშემწის ფინანსთა მინისტრის მხრიდან, სადაც აქცენტები კეთდება იმაზე, რომ აი ზელენსკისთან ურთიერთობა შემდგომში შეიძლება ცოტა რთული იყოს და ხო არ უნდა მინიშნებები რომ აი ვიღაცა სხვა იყოს და ასე შემდეგ. ხო ეს რეჟიმ ჩეინჯის ჭრთილი გადმოდგა თქვენ ეს განსაკუთრებით კარგად უნდა გახსოვდეთ, იმიტომ რომ იგივე პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში გვახსოვს კონდოლიზა რაისის საჯაროდ გამოტანილი ინფორმაცია ლავროვის მოთხოვნის რომ რეჟიმ ჩეინჯი უნდა მომხდარიყო ქვეყანაში და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპელების როლი რამდენად გადამწყვეტი თუ არა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ტრამპის გონება განწყობილების შემოტრიალებაში ზელენსკის მიერ. პირველ ნაწილად დავიწყო რაშიც შემოგეჭერით უკაცრავად, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი მგონია.
თავისუფალ სამყაროში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება არსებობს, ადამიანები აკრიტიკებენ, ზოგჯერ ამა თუ იმ ხელისუფლების ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ოპონენტის მიმართ ჩვენ შეხედულებებს შეიძლება ეხმიანებოდეს, მაგრამ ამით ტკბობა არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არის ეს პრეზიდენტი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ იქნება იმ წამს საზოგადოებრივი საით გადაიხარა, იმიტომ რომ ამაზე დაყრდნობით მყისიერი რეაგირებას ადგილი არ ექნება. მართლ კოალიციაში როგორი განწყობილებები, ანუ ტრამპისთვის განსაკუთრებით მის ბაზაში საარჩევნოში, მის გულის გულში ეგ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ზიანი აქედან იყო სწორედ ეგ, ანუ კონსერვატიულ კოალიციაში იმ ძალების პოზიციების დასუსტება, ვინც უკრაინის მხარდამჭერია. მათივე საჯარო პოზიციებიდან გამომდინარე. სწორად და არასწორად იქცევიან ამ დისკუსიაში არ შევდივარ. შედეგი სახეზე არის. და ეგ არის ცუდი და ამიტომ კარგი იქნება თუ ეს ვითარება შემოტრიალდება და ამას ცდილობენ ეხლა და ეს მეორე კითხვის მეორე ნაწილს ეხება თქვენსაც ანუ ევროპელი ლიდერები, აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერები, ანუ პრეზიდენტ დუდას განცხადება, ვინც ნახა პოლონეთს ყველაზე ახლოს, ყველაზე უფრო კონდენსირებულად ჩემთვის გასაგები რო იყოს როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებით გამომდინარე. ცდარია იმაზე იმედების დამყარება, რომ ამერიკის როლის გაქრობა ჩანაცვლება სწრაფად შესაძლებელია. სამწუხაროდ ეს ესე არ არის, თავის მოტყუება იქნება, რომ ჩვენ ეს თქვა, ჩვენი ეროვნული ინტერესია და უკრაინის რომ ამერიკაში იყოს ჩართული და ზელენსკი მას თქვა, მყისი არად ხო? რა თქმა უნდა თქვა. ამიტომ რა თქმა უნდა ევროპული ქვეყნებისგან დაგვიანებით, მაგრამ გამოგვიძება ცივი ომში რუსეთ საბჭოთა ბოროტების იმპერიის მარცხის შემდეგ სამხედრო ხარჯების შემცირება და welfare state-ზე გადასვლა, ამის შემოტრიალება უნდა მოხდეს. და ესეც ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. უგონთ ეს არ არის ჩამანაცვლებელი ამერიკის როლის თლიანად. და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ როცა ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება და ეხლა უკრაინის პატრიოტულმა ხელისუფლებამ შეძლოს ამ ურთიერთობების დარეგულირება და ამერიკის ინტერესის ზრდა. ამიტომ ისევ ევროპის როლი მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ამერიკის ლიდერობას სამხედრო, გეოპოლიტიკურ და გნებავთ ეკონომიკურ თვალსაზრისით საერთო ჯამში მსოფლიოში და ვერც ჩვენთვის. ხო, ამიტომ ხა ვიღაცა შემიძლია მაგრამ კი მაგრამ თუ გადიან რა ვქნათ, ხო არ დავნებდებით მე მომისმენია ეს ფრაზები. არა, რა თქმა უნდა, დანებების უფლება ადამიანს საკუთარი სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების დასაცავად არც აქვს, ხო? ანუ უნდა გააკეთოს იმ რთულ ვითარებაში, რაც აქვს, ყველაფერი შეუულია. უგონთ ეგ არ ნიშნავს, რომ სასოწარკვეთის ქადაგება დაიწყო, რომ მოხდა დამთავრდა ამერიკა მიატოვა და ეხლა ჩვენ ამით მოვიფხანოთ გული ამ ლანძღვით, მათ შორის სწორი არგუმენტების გამოყენებით ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერის იქნება ეს პრეზიდენტ ტრამპი თუ ვინმე სხვა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები და უკრაინას აქვს ეროვნული ინტერესები და არსებობს თავისუფლების ინტერესი სამყაროში და ამ ინტერესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები იყოს ამ პროცესში ინვესტირებული. და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ამაზეც ბევრი გაუგებრობაა ხოლმე. ხო, იქ ამერიკის ჯარი თუ არ დგება, აბა როგორ იქნება სწორედ ამ საკითხზე იყო კითხვა დასმული, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი როცა იყო ჩასული, რომ აი რუსეთს თავს დაესხმებაო, მაშინ რას იზავთო და ტრამპმა უპასუხა, რომ თვითონაც მაგრები არიანო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით. რატო ვიძახი ამას? ხა ტრამპის სიტყვაზე ვიღაცამ შეიძლება ეთქოს, დღეს ერთ სიტყვის და მეორე სხვალოს. შეიძლება ასეთ მაგრამ შეუულებელია, რომ თუ ევროპული ჯარი დგება არსებითი რაოდენობით უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე, ამის შედარება მინსკის წინაშე შეთანხმებასთან. ანუ მინსკის წინაშე შეთანხმების და ასე კატეგორიულად წინააღმდეგი თავად პუტინი და ლავროვის სახით ორჯერ გამეორებინა, მაგრამ დიპლომატიური ხმება არ ყოფილა. სრული სიმართლეა, იქ შეიძლება არ იყო ამის ადგილი იმ წამს, მაგრამ ესეა, ხო, აქამდე დიპლომატია, რომელიც გულისხმობდა რუსეთთან ჩვეულებრივად ურთიერთობების გაგრძელებას და მხოლოდ განაცხადზე მათი კეთილნების დაყრდნობას, ხო, ეგ კატასტროფა იქნებოდა. ეგ არ არის ის საითაც რაზეც შეიძლება რომ ვისაც დათანხმება ჭირდება ამაზე უკრაინის ხელისუფლებას დემოკრატულად არჩეულს დათანხმდეს. მაგრამ ყველაფერი დანარჩენი, რომელიც არ არის იდეალური შედეგი, რომელიც ტოვებს ოკუპირებულად უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრე პუტინის რუსეთს უკავია. მაგრამ არსებითად ხო, აი თუ რამეს უნდა შევადარო დეიტონის შეთანხმებას, ხო, რომელმაც არ დასაჯა იმ მომენტში, ვინც აგრესორი იყო, მაგრამ მშვიდობა შეინარჩუნა, სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. ამ შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, უკრაინელი ხალხის გამარჯვება, დიდი მსხვერპლის ფასად და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მაგრამ ისე ჩვენ ამბავზე უნდა გადავიდეთ, ხო? საქართველოს კვლავ სცენაზე შემოყვანი დავიწყოთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მომხდარმა ძალიან დააზიანა
განწყობა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს უმრავლესობას წარმოადგენს და თავისუფალი სამყაროს ოპერირების გარკვეულ მოდუს არის მიჩვეული. ჩვენ ახლა გვიწევს ისეთ პერიოდში ცხოვრება, როდესაც ძალიან დიდი турბულენტობა დაიწყო, ძველი მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად დაინგრა უკვე და ამ სიტუაციაში ისეთ მიდგომებს, რომლის კულტივირებასაც იგივე ივანიშვილი და მისი ჯგუფი ამ მთელი წლების განმავლობაში შიდა პოლიტიკური კორუმპირებული პირამიდის შენარჩუნება განვითარებისთვის ფარა ძალიან კარგად იყენებდა, შეიძლება დამაჯერებლობას იმატებდეს, ასე ვთქვათ, ხო? რომ იმიტომ რომ თუ ყველგან ესეთი ქაოსია, თუ დასავლეთი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და რუსეთი ესე თანმიმდევრულად მიყვება თავის პოზიციას და შემაკავებელი არავინ არის, მოდი მაშინ ჩვენ ვიყოთ მართლა ესე წნარად, მშვიდად და ხო და მანდაში ხო მაგაზე ხო მე ჯერ პირველ ნაწილზე რო გამოგიხმაუროთ ხო ისე აბსოლუტურად გასაგებია ემოციები ხო ყველასთვის ვინც ყველა არის საქართველოს მხარეზე და აქედან გამომდინარე უკრაინის მხარეზე და ყველაფერი რაც ამის წინამდე გარი იწვევს ემოციას მათ შორის რომელიმე უცხოური ქვეყნის ლიდერის პოზიცია რომელიც ჩვენთვის მიუღებელია ამაზე გამოხმაურება მაგრამ როგორც კი ეს გადაიზრდება სასოწარკვეთასთან ზღვარში მყოფ გულის მოფხანაში ამერიკის პრეზიდენტის ლანძღვის დაკიდან რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, დიახ, ეს ეხმარება მაშინ ამ რეჟიმის პროპაგანდას. იმიტომ რომ ეს ამ რეჟიმის პროპაგანდა დგას მაგაზე რომ ნახე რა დღეში არიან მათი სამყარო დაინგრა, ხო მე ბოლომდე არ გეთანხმებით რომ ეს ნგრევა, ანუ სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნგრევა ხო ტრანსფორმაცია შეიძლება. ხო და აი ინგრევა და ამიტომ ჩვენ მართლები ვართ, ოღონდ და დისკუსია მიდის მაგაზე. ისევ რაც თქვი რომ ზელენსკი როგორ შეიძლება ზელენსკის კრიტიკა ესენი ძახიან და თითქოს ამაში ვიხარშებით იმის ნაცვლად რომ ჩვენ შეტევაზე ვიყოთ ამ ხელისუფლებასთან რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს რომ რა სცენარიც არ უნდა იყოს და თუ ის სცენარი ხდება რომ რაც გავლენის სფეროები ნაწილდება რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ჩვენ დაცულები ვიყოთ და რას გვიქადის რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენა ამაზე უნდა ვისაუბროთ ხო ანუ აქ რო განცხადებებს აკეთებენ რომ ტრამპს რაღაცაში მხარს უჭერენ ამის საპასუხოდ აი გაეროში მხარი დაუჭირეს იმ რეზოლუციას, ხო? რომელიც ისტორიაში არ შევა, როგორც კარგი ფურცელი დიპლომატიის, მათ შორის შეერთებისოთების, მაგრამ გასაგებია შეერთებისოთების რაღაცა თავისი ხედვა აქვს, რომ რასაც მე არ ვიზიარებ როგორც საქართველოს მოქალაქე, მაგრამ რომ მოლაპარაკებისას თავდასხმის როლშია და ამიტომ ჩვენ საქართველოს ინტერესი, რომელსაც წონა ამაში არ აქვს, ხო? ამ დისკუსიაში რა იყო? ანუ ტრანზაქციულად რა მივიღეთ საქართველოს მაკედონია? ნუ რბილად რო თქვა, რომ შეტენოდნენ ტრაპს რამენაირად და საქართველოს რას იღებდა აქედან? ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პერსპექტივას. რომ ჩვენ ამიტომ ივანიშვილი არ მიგეთია. საქართველოს რას იღებდა უსაფრთხოების სახით აქედან? ეგ არის რაც უნდა მიუტრაოთ. ანუ ადამიანს უნდა უთხრათ, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე მოღალატეობრივ ინსტინქტზე მხოლოდ ძალოფლების შენარჩუნების დამყარებული. ანუ მთელი ეს ლაპარაკი რომ გონივრულია და ნახე აი სამყარო ესეთი საშიხფათო ხდება, ამერიკა ესე ყოყმანობს და მით უმეტეს ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ახლა ლაპარაკობთ უკრაინის ნედლეულზე, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს, ჯერჯერობით არ ვიცით რომ ლითიუმი გქონდეს აქ ან მარაგები, მაგრამ ჩვენ გვაქვს არგუმენტები პრაგმატულიც, გარდა მორალურისა, რომელსაც ნორმალური ხელისუფლება მუდმივად უნდა იყენებდეს საქართველოს ინტერესებისთვის. და ეს ხელისუფლება აკეთებს. არა ამ მოვლენებს, ამ ძალიან ცუდ ამბავს და მხოლოდ პუტინისთვის გასახარ ამბავს ჩვენთვის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის, უკრაინის და ამერიკის ხელისუფლებების შორის, აი ამ ჯახის იყენებს დემორალიზაციისთვის და სიხარული აქვს ამის გარშემო. და ყოველთვის კითხვა უნდა დავუსვათ, რა გიხარიათ? ანუ საქართველოს კარგი რა შეიძლება მიიღოს ამერიკის და უკრაინის ხელისუფლებების შორის, ვინც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ან ერთზე ან მეორეზე, შეუთანხმებით აი ასეთ კონფლიქტით. მხოლოდ საფრთხის ზრდა და ამიტომ ხელისუფლება რომელიც ამ საფრთხის ზრდაზე ამყნობს თავის კამპანიას დემორალიზების საზოგადოების არის მის მოშორება რა აუცილებელი პირობა. ანუ ჩვენ რეალური დიდი საფრთხეები გვაქვს. დიდი მართლა შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს და მე არა ვარ იმ მდგომარეობაში რომ პროგნოზები გავაკეთო მყარი მithumetes ამ პირობებში. მაგრამ ერთი რამე ვიცი ნამდვილად ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე. რა სცენარიც არ უნდა იყოს თუ ჩვენ ვართ იზოლირებულები და ჩვენს მიმართ ინტერესი თავისუფალ სამყაროს არ აქვს, ხო? ჩვენი საფრთხეები რუსეთისგან და სხვა მოთამაშეების რეგიონში იზრდება. ეს არის ელემენტარული, ამას არ შეიძლება იდეოლოგიური განსხვავებები. ეს არის ევროპის როლი იზრდება მთელ სამ რეგიონში, ჩვენი ევროპასთან ურთიერთობის ყველაში ამერიკა გვჭირდება როგორც ლიდერი, მაგრამ თუ რაღაც ეტაპზე ეს იმ დოზით არ ხდება, რაც ჩვენს ინტერესია, რაზეც ხელი მიგვიწევდება, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ და ამერიკასთან მიმართებაში კიდე შეიძლება რაღაც ბუნდოვანების ეტაპი ქონდეთ, მაგრამ ევროკავშირთან მიმართებაში ყველაფერი უკვე ზედმეტად მკაფიო და მკაცრი, ამიტომ ამ რეჟიმის პირობებში უბრალოდ პერსპექტივა არ არის. არც ამ
ამერიკასთან არ არის პერსპექტივა. ნორმალიზაცია რეჟიმის ურთიერთობის რო აი ვეღაცამ თქვას, იგიც არანაირი წინაპირობა მისე ხარჩანს, მაგრამ ჩვენ კითხვა ყოველთვის ვსვათ იმაზე, ქვეყნისთვის მიღებაზე რაღაც, ხო? ამერიკიდან ან ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეგ უნდა გვინოდეს. ივანიშვილის რეჟიმის თუ არ დაემუქრება რამე, ეგ ხო საქართველოს არ ეხმარება, ხო? ოღონდ ჩვენ მუდმივად მაგაზე უნდა ვისაუბროთ, ჩემი აზრით და ნაკლები რესურსი დავხარჯოთ ემოციის გამოვლენაზე, იმ საკითხებთან და მე გულისხმობ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს რეჟიმი თუ კი რამეში იქნება ეფექტური და რუსეთის პროპაგანდა მათთან ერთად, შემდეგ იქნება აი ამ ვითარებაში, ამ გამონათქვამების გამოყენებაში, ხო, საერთაშორისო ასპარეზზე. და ისევ აქ რამე იმაზე კი ლაპარაკი, რომ ჩვენ უნდა მოგვერიდოს ჩვენი მოსაზრების თქმა, როცა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე. ოღონდ ჩვენი ეროვნული ინტერესებია, ვინც არ უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი, რომ საქართველოს უსაფრთხოება და თავისუფლება ფასეული გავხადოთ მათთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ და ამიტომ მე იმედი მაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ძალიან ცუდი ეპიზოდის მიუხედავად შეერთებული შტატებისთვის უკრაინის სახელმწიფოებრივი არის მნიშვნელოვანი და მოხერხდება ამ ვითარებიდან გამოსვლა, ეს შეთანხმება გაფორმდება და როცა ჩვენ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება ამ რეგიონში ჩვენ მოვახერხებთ თავისუფალი სამყაროს შტატების, ევროპის, გაერთიანებული სამეფოს პირდაპირ ინტერესის დანახვებას საქართველოს მომავლის უსაფრთხოების და თავისუფლებისთვის.